გამარჯობა, დღეს უკვე ვიწყებ მანქანის მეორე მხარის აწყობას, სადაც იქნება სამზარეულო, სათავსოები, უნდა დავამონტაჟო, გავაკეთო წყალი, რაკოინა, პომპას დავაყენებ, რომ ამოტუმბოს წყალი აუზიდან, უნდა დავაყენო გასქურა, უნდა დავაყენო გაზი, თხევადი გაზი და შევუერთო კალონკა და მოვაწყო გარესაშხაპე და ასევე სამზარეულოში გასქურა უნდა დავაყენო. უნდა გავუკეთო უჯრები, როგორც სამზარეულოშია და პატარ-პატარა სათავსოები. ყველაზე მეტად ამ ეპიზოდის დაწყების მეშინოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყველაზე რთული დღევანდელი ის მგონია რა, რაღაცები დავგეგმე, როგორ მინდა, რანაირად მინდა SketchUp-ში. SketchUp-ში იწყობა მოდელები რა. ერთ საათში დავამუღამე და ავიღე ზუსტად ზომები ყველაფერი და მონახაზი შევქმენი რა მინდა, როგორ მინდა, ეს ეგრევე პროსტა არ ვიწყებ რა, ჯერ მოვემზადე ამის აწყობისთვის. ხო და დავიწყებ დღეს იმედია, ერთ პატარა სექციას მოვრჩები, შეჩერებული მქონდა სამუშაოები ცუდი ამინდის გამო, გარეთ ვმუშაობ და ეს იქნება ბოლოს წინა ეპიზოდი. ამასაც ცოტა ფერს მივცემ, ბაიცით, ოდნავ გავამუქებ, გავლაქავ, ყველაფერი გასაშკურკი აქვს ხერაცა. გარეთ სამუშაო ბევრია რა. ასასვლელი მთლიანად არ მჭირდება, ამიტომ 50 სანტიმეტრს დავტოვებ ასასვლელს, დანარჩენს კიდე სივრცედ გამოვიყენებ. ეხლა ვიწყებ ერთი მხარის გაკეთებას, მარცხენა მხარის გაკეთებას, სადაც იქნება ონკანი, ნიჟარა და გაზი. და ქვევით სათავსოები, სადაც წყლის აუზები მოთავსდება. ამას ვჭრი, რომ ბორბალი სადაც არის შემოწეული ძარაზე, იმ ადგილას ჩაჯდეს ზუსტად. ეს აუეჯის დაფა, რომელიც დომინოში ვიყიდე, არ არის მაღალი ხარისხის, მაგრამ შკურკვით, შეღებით და გალაკვით მაინც კაი შედეგს მივიღებ ბოლოს. და ზედაპირს, სამზარეულოს ზედაპირს ჩვეულებრივი ფანერით არ ვაკეთებ და ამ აუეჯის დაფით ვაკეთებ. ვრიტავ ონკანის და გაზის ჩასასმელ ადგილებს. გასქურა გამოვწერე, თხევად გაზზე მომუშავე, ალიბაბადან $40-მდე დაჯდა და ჯდება ელემენტი, რომელიც აძლევს ისკრას. მოყვება ასევე თავები, რომ ცეცხლი და წვა მოამატო.
ეს ნიჟარა თავისი ონკანით და ყველა აქსესუარით, კრანით და ყველაფრით ალიბაბადან გამოუწერე. დაჯდა 350 ლარამდე და ესეთი დასაკეცი ვერსია იმიტოა კაი, რომ სივრცეს იგებ ბევრს რა, რამე საჭმელს რო ამზადებ და არ გჭირდება ნიჟარა. ქვევიდან აქვს ესეთი მილი, რომელიც უკვე ჩავა აუზში, ბინძური წყალი. ეს კუთხოვანა გამომადგა ყველაფერში რა. პირველად რო ვაკეთებ და გამოცდილება არ მაქვს რა როგორ გავაკეთო. დამალულ ადგილებში გააკეთე და ყველაფერი იწყობა ათვილად. თლიანი მანქანა ავაწყე მაგით, მყარა და ცა და არ ჩანს არაფერი, არსად. ანჯამები ეს კუთხოვანა და ყველაფერი რა რაც საჭიროა. ესეთი უჯრების გასაკეთებლად და რაღაცეებისთვის ყველაფერი ვიყიდე სხივი პლუსი ერისთავზე რეკომენდაცია, მე ძალიან კაი ფასები ყველაფერი ვაფშე. დავიწყე უკვე მეორე ნაწილის კეთება, სადაც იქნება გამოსაღები უჯრები, გამოსასრიალებელი უჯრები და ზევითაც გამოსაღები უჯრა და მაგი და გამოსაშლელი. აქეთ სექციაში ბევრი რაღაცაა ძალიან. ზედა უჯრას ბოლომდე არ მივალ კარებამდე, იმიტომ რომ იქ მინდა უკან კალონკა დავკიდო, რომელიც არ გამოჩნდება. ეს ყველაზე ადვილი მეთოდი დაღონული კედლების ფორმის მისაღებად, მე ყველაფერში ეს მეთოდი გამოვიყენე, გახრიტე ჯოხი და გააყოლე კედელს მოხაზავ ზუსტად კარდონზე, გამოჭრი კარდონს, მე დაადებ ხეს, მოხაზავ ხეს გამოჭრი, ეგა. ეს ონკანთან ყოფი ეს ფიცარი ტიხარი გამოვჭერი რომ ჩამესვა ეს სვიჩი რომელიც პომპას ჩართავს გამორთავს პომპა მაინც თავისით ირთვება და ითიშება როცა წყალს შთავ მაგრამ მაინც გამოუვალი მდგომარეობის დროს იქნებ გასკდა რამე აუცილებელია რა ეგ პომპის ჩამთვლილგამშავი დენი რომ შეუზღუდო აი ახლა ვაყენებ უკვე გამოსასრიალებელ მაგიდას.
რომელიც ძალიან დიდ ადგილს დამაზოგინებს, მუდმივად არ იქნება, ასევე პრაქტიკულია და კაი. ნახავთ ახლა რა კაი გამოვა ბოლოს. აქ ვაკეთებ ტიხარს, მარჯვენა მხარეს ჩვეულებრივი გამოსაღები იქნება და ერთ თაროს ჩავდგავ და მარცხენა მხარეს იქნება სამი უჯრა გამოსასრიალებენ. ძირს ხის ნაგლეჯს ვდებ, რომ ორივე მხარეს თანაბრად იყოს, რომ დავაყენებ ამას. და მე უკვე ადვილია დანარჩენი ზედა უჯრების გაკეთება.
ეხლა უყურეთ რა მაგარი ედიტი იქნება, ნახით გადასვლა. ეხლა, ოპა, ბრავო. და 4-იანი ფანერა უკანაც, რო დაფარო შიგნით რა არის და ძირითადი რაღაცეები მორჩა რა. ეხლა ვაკეთებ ხრელს მაგიდის უკარო, ჩავიყვანო შნურები და მივიყვანო ეს ჩამრთველის დენი ქვევით პომპამდე და მე გადავალკვე პომპის დაყენებაზე და სანტექნიკაზე. აქ გაზისმილი და წყლისმილი გამყავს ერთი უჯრა მოხსენი მანქანის უკანა მხარეს, სადაც დადგება კალონკა. იმ პომპიდან და გაზიდან რაც იქნება, მან ვაფშე მანქანის ბოლოში გავა წყალის და გაზიც და შეუერთდება კალონკას. ამ ქვევიდან შევა წყალი და ზევიდან ვაყენებ ორიანი ჩამრთველით, ერთი მხარე წავა კალონკასთან წყალი, ერთი ნიჟარასთან. კალონკას დაკეტილი მექნება, როცა დამჭირდება, მას შევაერთებ ხოლმე. ეს ნიჟარაზე თავის მილი და ესეთი გადამყვანი ვიყიდე, რომელზეც შევაერთებ შლანგს, ვიყიდე რა ავაწყე დომინოში. და შეერთდება პომპიდან გამომავალ წყალზე და ავაეგრევე ნიჟარაში. ახლა უხრიტავ 20 ლიტრიან ნავს, სადაც ჩავა ბინძური წყალი და უყენებ ჩამკეთს, რომელზეც შევაერთებ ცალკე კიდე შლანგს და რო გაივსება, შემიძლია გადმოღების გარეშე გავხსნა და დავცალო ძირს. აუზის თავსაც ვყრიტავ, სადაც ნიჟარიდან გამოსული შლანგი ჩავა. ეს უკვე 60 ლიტრიანი აუზის უფთაწყლი, სადაც ჩაუშვი შლანგი და ამ შლანგს შეუერთებ პომპაზე და ამ 60 ლიტრს ამოწყობს ის პომპა და გაანაწილებს კალონკაზის და ნიჟარასის.
ესაა ის უკანა მხარე, სადაც კალონკა უნდა დაყენდეს და აქ ამოვატარებ გაზის მილს და წყლის მილს. ეს პროპანის ბალონი ვიყიდე დომინოში 260 ლარი ღირს და ეს რეგულატორი გრილს ჯიზე ვიპოვე ამ მოდელის და გამოაქვს 29 ემბარით, იმიტომ რომ ეგრევე რეგულატორის გარეშე რომ შეაერთო გინდ კალონკა, გინდ გასკურა, უეჭველი გააფუჭე მიმხელა წნევა მოაქვს. ესა კალონკაზე შესაერთებელი, რაც მოყვა და Amazon-დან გამოვწერე ესეთი ადაპტორი, რომელსაც უკვე შლანგის შესაერთებელს დაუყენებ და ეგრევე შემიძლია შლანგი შევაერთო. ესეც სამიანი გამანაწილებელი, ერთი მხარე კალონკაში რო წავიდეს, ერთი გასკურაზე. კალონკა აქაც ჩაკეტილი მექნება და როცა დამჭირდება გამოყენება, მაშინ გავხსნი ხოლმე. სადღაც 70-80 ლარი დაჯდა ეს შლანგი 15 მეტრიანი, რომელსაც გამოვიყენებ ხოლმე ასავსებად და ესეთი თავები მოყვა, რომ რო ჩაასხავ არ დაასრულო, ასევე ყველანაირი, თითქმის ყველანაირი კრანის ადაპტერიც მოყვა. ჩინეთიდან გამოწერე წონიანი დაჯდა ეგრე რა 70-80. და აი რო ავსებ და გადმოღებისას რო არ დაწვო ყველაფერი, ჩაკეტავ ეგრევე და გადმოიღებ ისე. მუშაობს ყველაფერი, პომპა ჩავრთე, ის ქვევიდან მქონდა ჩაკეტილი, ჩაკეტავ გახსნი. უბრალოდ ყველაფრიდან წყალს აპარებს და მე რა თქმა უნდა ყველაფერი მოვხსენი და ახლიდან ავაწყე. მაგრამ მთავარია ყველაფერი მუშაობდა პირველივე ცდაზე. ესაა ჩამკეტები, ეხლა გავხსნი კალონკის იმას, შლანგს და აქედანაც მოდის წყალი. სამზარეულოც მორჩი, სანტექნიკა ყველაფერი მუშაობს, გაზი ყველგან მუშაობს, კალონკაშიც. ეხლა ვიწყებ ვაფშე ყველაფერს გავშკურკავ 320-იანი შკურკით, იმიტომ რომ ძალიან პრიალა და კაი ეფექტი მივიღო. მერე ბაიცი შევღებავ, კედლებს ოდნავ გავამუქებ, ავიც კიდე უფრო გავამუქებ, სამზარეულოს ოფს კიდე უფრო გავამუქებ რა, რამდენიმე ტონში რო იყოს. და ერთმანეთისგან გამოირჩეოდეს და მერე უკვე ამ ალპინას წყალზე დაფუძნებული ლაკით გავლაკავ ყველაფერს, სამ პირს გადაусმევ ვაფშე ყველაფერს. თავარია ნაშკურკი არ ვყლავ. ეხლა ვაკეთებ ამოსაკეთს გაგრძელებას, იმიტომ რომ ზედმეტი ადგილი მქონდეს, ასვლა-ჩასვლა რო არ მჭირდება და საჭმელს ვაკეთებ, ამოვწევ მაგიდას და ზედმეტი დამატებითი სივრცე მექნება რაღაცების დასაწყობად. ჩასვლა მომინდება, ჩავწევ, ჩავვალ. ეს ეპიზოდიც მორჩა, ძალიან კაი გამოვიდა რა. განვიხილავ რეები გაკეთდა რა. აქ უკან კალონკა დაყენებული.
ეს ერთი სათავსო, სადაც ჭურჭელი იქნება, ეს თარო არ მაქვს დაყენებული, იმიტომ რომ ჯერ ზუსტად არ ვიცი ქვაბების ზომა და რაღაცეები და იმის მიხედვით დავაყენებ. ეს მაგიდა, რომელიც კაი ზომისა, არა პატარა. აქ გვაქვს 3 ცალი ძალიან ღრმა და დიდი უჯრები, სადაც ასევე სამზარეულოს რაღაცეებს შევინახავ. აქაც ერთი გამოსაღები კარა და სადაც ორი თაროა და აქაც ბევრი რაღაც დაეტევა. აქეთა მხარეს უკვე გვაქვს ესეთი ორი გამოსაღები კარი, სადაც მოთავსებულია სუფთა წყლის აუზი 60 ლიტრი, ბინძური წყლის აუზი 20 ლიტრი, რომელსაც დამცლელი აქვს და შეიძლება გარეთ დაცალო გადაუღებლად. რო არ გადაიღო ისე. წყლის ტუმბოაყენია და არის პროპანის გაზის ბალონი. აქ გვაქვს ონკანი და აქ გვაქვს პომპის ჩამრთველი. პომპის ჩამრთველი ძალიან აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგია რომ იყოს, იმიტომ რომ პომპა მაინც ირთვება მაშინ, როცა წყალს რთავ. და საერთოდ არ არის პომპის ქონა საჭირო, მაგრამ მაინც დაზღვევისთვის კაია რომ რამე ჩეპერო მოხდეს და ან გასკდეს რამეს, უცებ მიარტყა და გათიშო დენის წვდომა პომპაზე. გადაწევ ჩაიკეტება. აქეთა უკვე ორკამფორიანი გაზი, დიდი და პატარა ცეცხლით. და ეს ჩასაკეთს ამოსაკეთსი ამის გაგრძელება. რომ შეიძლება უკვე სერიოზული საჭმელი მოამზადო რა, დიდი სივრცე გიჩნდება, ეს რო დახურულია და აქაც ინგრედიენტები, ტაფა რაღაცეები, აქეთ გამოსაშლელი მაგიდას რო გამოშალო, ესე გარშემო მთლიანად სამზარეულოს იკრავ რა და ბევრი რაღაც დატევა და გაკეთება შეიძლება. დამჭერ რაღაც წვრილმანები, თერმოფარდები, აქაც, იქითაც და რაღაც კიდე ბევრი დეტალი რა, რომ ცოტა სული ეტყობოდეს ამ სახლ-მანქანას. დროთა განმავლობაში კიდე რაღაც დეკორაციები, რაღაცები დაემატება და უფრო ცოცხალი და ისეთი გამოჩნდება რა. კიდე ერთი თემა არის ტუალეტი. არის ბევრი ვარიანტი, როგორი ტუალეტი შეიძლება გამოიყენო. ყველაზე კომფორტული მე რაც მიმაჩნია, იმიტომ რომ ბოლომდე კომფორტულად ვერ იქნები სახლ-მანქანაში რა. ანუ არ მოგეწონება სახლ-მანქანა თუ რაღაც დისკომფორტსაც არ შეეჩვია. ერთ-ერთი ყველაზე დისკომფორტის თემა სახლ-მანქანებში არის ტუალეტის თემა. ძალიან ბევრი ვარიანტია. პირადად მე რაც ავარჩი არის ჩვეულებრივი ვედრასავით და იქ სპეციალური ჟელე იყრება ფხვნილივით, ზოგი სითხეცა რაღაცეები და ბიოდეგრადირებადი პარკი, რომელსაც მე გადააგდებ. მეორე ვარიანტი, რომელიც ძალიან არ მინდოდა რა, იყო ბიოტუალეტები, რომელიც ქვევით ინახავს ყველაფერს. და მე ის უნდა მოხსნა, გარეცხო, ჯერ დასაცლელი სივრცეები თუ არის თბილისში, საქართველოში ეგეც არ ვიცი, მაგის სპეციალური. კანალიზაციაში ვერ ჩაუშვებ ეგრევე. ხო და რაღაც რომ ჩაუშვა რა, რაღაცნაირი უნდა რეცხო და მაგას ჯობია მოუკრა თავი. ბიოდეგრადირებადი ტუალეტები არ ღირსული, თავის ჩასარეცხიც აქვს, რომელიც არ მგონია ძალიან ეფექტური იყოს, იმიტომ რომ რამდენიმე ლიტრი წყალს იტევს, მე ცალკე უნდა ავსო, ცალკე უნდა ცალო, არ ღირსული, მაგრამ ძალიან ბევრი იყენებს მაგას. რაც ჩემთვის ძალიან ცოტა ისეთია რა. რთული თემა ახლა მაგეების ხეხვა და მაგეების გამორეცხვა და დაცლა და თემა. ბიოდეგრადირებადი პარკი არც ბუნებას დაანაგვიანებს და ჯერ ერთი არც მოგიწევს რა. მანქანაში ძალიან იშვიათად ჩემი ოცნების ტუალეტი რომელია. გამბაჟებიანად, წონიანად, ყველაფრიანად ჯდება დაახლოებით 2700-2800 ლარი. არის ყველაზე მაგარი ტუალეტი, რაც გამოგონილა ამ თემისთვის. ადამიანს ხლა გინდა არ გინდა უნდა გაითვალისწინო ეგ თემა, მაგით ვლაპარაკობ, თორე არ ვიტყოდი სიტყვას. ხო და პარკში
კრავს, ხუფავს რა, აი როგორ მორჩები დააფარებ და გიმზადებს ესე პარკს. დახუფულს ზევიდან, ქვევიდან ყველანაირად იმენა თერმულად რა, სითბოთი შედნობს. და იქიდან აგდებს ძირს. ამ ძირის თავისი შესანახია მაგეების. არც სუნი, არც გაწმენდა გჭირდება, არაფერი არ გჭირდება. აიღებ გადააგდებ. რა თქმა უნდა, ეგეც ბიოდეგრადირებადი პარკებით კეთდება. ესერია მორჩა, ესე ვაფშე სახლი მანქანის კეთება მორჩა. მაგრამ კიდე ერთი ვიდეო მინდა გავაკეთო, სადაც რაღაც პატარა დეტალებს, მაგალითად ფარდები იქნება თუ რაღაც პატარა დეტალები, რაც იქნება, ყველაფერს გადავიღებ და გაჩვენებთ და იმ სერიაშივე გავალ პირველად და გავტესტავ რეალურ ცხოვრებაში როგორია. შემდეგი ეპიზოდი უკვე ბოლო იქნება რა ამ სახლ მანქანაზე. მაგრამ მე გავაგრძელებ პროცესად მე გასვლებს და ესე საჭმლის მომზადებებს და თემებს. იმედია ვაფშე ეს უდავდე. ჯერ ერთი ვიდეოც არ გამიდიარე და ყველაფერი მოვჭი, ყველაფერი დავამონტაჟებ, არა ფეხს ვითრევ რაღაცნაირად. კარგად.